მოგესალმებით მეგობრებო, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან. დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება ნიკო ნიკოლაძის ზოგიერთი მოსაზრება სასამართლოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. მე ქართველი ვარ და მინდა უკეთესი ქართველი ვიყო. როცა ამ სიტყვებს წერდა ნიკო ნიკოლაძე, მას უკვე გააზრებული ჰქონდა მისი როლი ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში. ის მეტად პროგრესულ მოსაზრებებს ავითარებს, კერძოდ იგი მიუთითებს დანაშაულებათა დიდ უმრავლესობას, საუკეთესოდ უდგება შემდეგი საერთო წესი. არ არსებობს მოქმედება უმიზეზოდ, ესე იგი დანაშაულობა ხდება ინდივიდის განვითარებისა ან მისი ცხოვრების არახელსაყრელი პირობების ზეგავლენით. მაშასადამე დანიშნულების აღმოსაფხრელად საჭიროა მოისპოს მძიმე და დუხჭირ პირობები, რომლებიც დანიშნულებას ქმნიან და ძალიან ხშირად აიძულებენ ადამიანს დანაშაულობა ჩაიდინოს, საფრთხეში ჩაიგდოს საკუთარი თავისუფლება, ქონება და ხშირად საკუთარი სიცოცხლეც. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებულ ინტერესს იგრძენს ნიკო ნიკოლაძის მიერ სასამართლო პროცესის სრულყოფის საკითხები. ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ დადგა დრო სწორედ სასამართლოს მიერ სამართლიანი, ობიექტური განაჩენის გამოტანის საჭიროებისა, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგების გარანტი იქნებოდა. მისი აზრით, სამართლიანი სასამართლოს საჭიროება გულისხმობს არა მარტო პროცესში მონაწილეობის უფლებას და დასრებას, არამედ მისი შედეგების განსაზღვრაში ხალხის აქტიურ ჩართულობას. ნიკოლაძემ 1868 წელს შვეიცარიაში დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი, სადაც მიენიჭა იურიდიულ მეცნიერება და დოქტორის ხარისხი. ნიკოლაძე იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, ვისი აზროვნებაც ენციკლოპედიურ ხასიათს ატარებდა. მას აუცილებლად მიაჩნდა პრესის დაშვება სასამართლო პროცესზე, რათა მოხერხდეს მისი ობიექტურად გაშუქება, რითაც ხელი შეეწყობა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. ამ პერიოდში ძალიან იყო შეზღუდული პრესის დაშვება სასამართლო პროცესებზე, იმ მოტივით, ვითომ და არ მომხდარიყო ზეგავლენა სასამართლო გადაწყვეტილებაზე. როგორც თვითონ ნიკო ნიკოლაძე მახვილგონივრულად მიუთითებს, ასე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ პროცესზე ადვოკატისა და პროკურორის დასწრებაც უნდა აიგრძალოს, ვინაიდან მათაც შეუძლია იმოქმედო გადაწყვეტილებებზე. ნიკოლაძე შეეხო სამედიატრო სასამართლოს მნიშვნელობასაც. მიაჩნდა, რომ სამედიატრო სასამართლომ რომ წარმატებით შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია, რაც საქმის ობიექტურად გარჩევაში მდგომარეობს, იგი უნდა იყოს დაკომპლექტებული კვალიფიციური, კომპეტენტური და ავტორიტეტული ადამიანებით. ასეთ შემთხვევაში ექნება ფასი მათ განაჩენს საზოგადოების თვალში. ფელეტონში გაკვრა-გამოკვრა ნიკო ნიკოლაძე იხილავს მე-19 საუკუნის 70-იან წლებში წამოყენებულ მოსაზრებას ევროპაში სამედიატრო სასამართლოს შექმნის შესახებ, რომლის დანიშნულება იქნებოდა სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა. საინტერესოა, რომ ნიკო ნიკოლაძე უარყოფითად მოეკიდა ასეთი სასამართლოს ჩამოყალიბების იდეას ორი მიზეზის გამო. პირველი, არ არსებობს კანონმდებლობა, რომელსაც გამოიყენებს ეს სასამართლო და მეორე, შეუძლებელი იქნება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულება, რადგან ნებაყოფლობით აუსრულებლობის შემთხვევაში იძულების საშუალება არ იქნება სახეზე. ნიკო ნიკოლაძე ასევე იხილავს საქართველოში სამომრიგებლო სასამართლოების საქმიანობას და ყურადღებას ამახვილებს მათ ნაკლოვან მხარეებზე, რომელთაგან გამოყოფს სამომხმარებლო უბნების სიმცირეს. მიუხედავად ჩინების ამ სიმრავლისა, ჩვენში მომრიგებელ მოსამართლეებს თვეობით, ზოგჯერ წლობითაც უდებთ საქმეები. ნიკოლაძე სხვა ნაკლოვანებებზეც ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა მომრიგებელ მოსამართლეთა დანიშვნა ნაცვლად არჩევისა, სამართალწარმოებაში ეროვნული ენის დაუცველობა, უწიგნური ენის უცოდინარი თარჯიმნების მონაწილეობა პროცესში და სხვა. ევროპაში განათლება მიღებული ნიკო ნიკოლაძე, როცა ერთმანეთს ადარებს აღმოსავლურ და ევროპულ თვითმმართველობას, მიდგომას წინაპართან ნაღვაწთან და შრომასთან,
მიუთითებს, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში ყველა დიქტატორი ისტორიას თავიდან იწყებს, რადგან მიაჩნია, რომ ყველაფერი მისგან იღებს სათავეს, რაც მანამდე იყო უარსაყოფი და დასაგმობი. ევროპაში ასე არ არის. ყოველი ახალი თაობა განძად თვლის წინაპართა დანატოვარს, უვლის, პატრონობს მას, ძველზე აფუძნებს ახალს და ასე აგრძელებს წინსვლას. საყურადღებოა 1882 წელს ნიკოლაძის მიერ თბილისში ნაფის ვექილთაობისთვის კაბინეტის გახსნა, ხელმოკლე მოსახლეობის იურიდიული დახმარების მიზნით. ამ საკითხის ირგვლივ თურმე 1875 წელს წერდა ტიფლისი ვესნიკის ფურცლებზე, რომ მოვაწყოთ კაბინეტები ხელმოკლე კლიენტების საქმეთა უსასყიდლო წარმოებისათვის, რომელთაც საფუძვლად დაედვება არა მარტო იურიდიული, არამედ ზნეობრივი სამართალიც. კაბინეტმა უნდა მიიღოს თავის თავზე შუამდგომლობის შედგენა სასამართლოებში ღარიბი კლიენტებისათვის, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო საქმეებზე, ბაჟისა და სხვა ხარჯების შეტანა და სხვა. მართლაც 1882 წელს თბილისში დაარსებული იურიდიული კაბინეტი ღარიბებს უსასყიდლოდ უწევდა იურიდიულ დახმარებას, დანარჩენებს კი შეღავათიან ფასებში. ნიკოლაძის პუბლიცისტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის გაფართოების საკითხებს. სტატიაში მოკლე მიმოხილვა მმართველობის სხვადასხვა ფორმათა, რომელიც 1870 წლით თარიღდება, წერდა დედამიწაზე ისეთი ერი არ მოიძებნება, რომელსაც თვითმმართველობა არ მოხდენოდეს. დააკვირდით ერის ზნეს და ცხოვრებას თვითმმართველობის შემოღებიდან და შემოღების 10 წლის შემდეგ. ყველაფერში ისე შეამჩნევთ ცვლილებას და გაუმჯობესებას, ზრდას და გაძლიერებას, არათუ მარტო საზოგადო, არამედ საქმე ძლევით იმოსება, კერძო წევრებზედაც, მათ ზრდილობასა და ზნეობაზედაც ელვარებს თვითმმართველობა, ესე იგი თავისუფლების შუქი. ნიკოლაძე ადგილობრივი თვითმმართველობის დანერგვას ამართლებს, არა მარტო პოლიტიკური და ეკონომიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ იგი მიაჩნია წინაპართა მიერ დატოვებული ადათ-წესებისა, ზნეობრივი თვისებების გადარჩენის საშუალებად. გარდა დასახელებული საკითხებისა, ეს გამოჩენილი მოაზროვნე თვითონაც პრაქტიკულად მოღვაწეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში, კერძოდ როგორც ქალაქ ფოთის თვითმმართველობის ხელმძღვანელი. 1907 წელს დაბეჭდილ ერთ-ერთ მოწოდებაში ჩამოთვლილია ის მიღწევები, ვისი გაკეთებაც შეეძლო და მომავალში ის გაკეთებაცაც აპირებდა ქალაქის თვითმმართველობა. პორტის მკვეთრი აღდგომა, ღვთისადენის სისტემის აგება, ელექტროგანათება, სატელეფონო ქსელი, ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების შენობები, ცხენის რკინიგზა, სასაფლაოს მოწყობა, სამკურნალოსა და პოლიციის შენობები, ნახევრად-კაპიტიანი საფუთო გამოსაღები და სხვა. სამომავლო გასათვალისწინებელი იყო რიონის შეერთება არხით პორტთან, რკინიგზის საქონელზე ბაჟის დადება, ქალაქის საზოგადო ბანკის გახსნა, სამასწავლებლო სემინარიისა და ინსტიტუტის დაარსება, ჭობის სამოშრობა და სხვა. რამდენადაც ნიკოლაძის მოღვაწეობა ფოთში ხალხისა და ჩვენი ქვეყნის პატრიოტთა მოწოდებას იმსახურებდა, იმდენად იგი უფრო საეჭვო და მიუღებელი ხდებოდა მეფის მთავრობისათვის, რომელმაც ყალბი ბრდალდების საფუძველზე იგი გადააყენა თანამდებობიდან და სასამართლოში მისცა. ხალხისა და ქალაქის თვითმმართველობის მხარდაჭერის წყალობით ნიკო ნიკოლაძემ შეეძლო შეთითხმული ბრალდების გაქარწყლება. ნიკოლაძემ დამცველის აყვანაზე უარი თქვა და სასამართლოზე მისი გამოსვლა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია პროცესის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი ქალაქის თავად არ დაბრუნებულა, მას შენარჩუნებული ჰქონდა ხელფასი. 1915 წელს კი იგივე თვითმმართველობის გადაწყვეტილებით დაენიშნა მუდმივი პერსონალური პენსია, რაც იმ პერიოდში და შემდეგშიც იშვიათად ხდებოდა. მის მიმართ ასეთი განწყობა მისივე უხჩაუხრელმა საქმიანობამ განაპირობა. ნიკოლაძე აქტიურად მონაწილეობდა თბილისის საქალაქო თვითმმართველობის საქმეში,
მისი დიდი მეცადინეობით და მონდომებით საქალაქო თვითმმართველობა რამდენიმე ძირითადი მიმართულებით წარიმართებოდა. ეს იყო კომუნალურ მეურნეობის გაუმჯობესება, სახალხო განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფერო, ტრანსპორტისა და შიდა საქალაქო საგზაო ქსელის მოწესრიგება, წყალმომარაგება, საკანალიზაციო გაყვანილობათა გაფართოება, ქალაქის პარკებისა და ბაღების კეთილმოწყობა და სხვა. ნიკოლაძის მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ობზორის ცნობილ პროცესს, რომელიც 1878 წელს 5 დეკემბერს შედგა. ჯერ კიდევ ერთ წელიც არ იყო გასული გაზეთის დაარსებიდან, როცა მთავრობამ იგი ოპოზიციურ ორგანოდ მიიჩნია და მისი რედაქტორი პასუხისგებაში მისცა. პროცესზე ნიკოლაძის გაბედულმა სიტყვამ აღაფრთოვანა რევოლუციურად განწყობილი ინტელიგენცია. პროცესზე ნიკოლაძე წარს დგა არა როგორც ბრალდებული, არამედ როგორც მბრალდებელი, რომელმაც პირდაპირ და აშკარად გაილაშქრა რუსეთის ცენზურის დრაკონული კანონების წინააღმდეგ. პროცესზე ნიკოლაძის როგორც დიდი იურისტის მიერ წარმოთქმული სიტყვა გასცდა თავის ვიწრო დანიშნულებას და ფართო მნიშვნელობის რევოლუციური გამოსვლის ხასიათი მიიღო მთელს იმპერიაში. ამ და სხვა პრინციპული პოზიციის გამო მას ხშირად სამშობლოს დატოვებაც უხდებოდა. ნიკოლაძეს საკუთარი ადგილი ჰქონდა თავისი დროის გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა შორის. ის ევროპულ მკითხველს აცნობდა საქართველოს და ესაუბრებოდა როგორც ქართველი მოაზროვნე. ახალმა თაობამ არ უნდა შეანელოს ინტერესი მისი თეორიული მემკვიდრეობისადმი. მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. მე მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი გულნაზ კაკაბაძე გახლავართ. მადლობა ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრამდე.